კოღო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მწერია. აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის მოყვარულებს კოღოების მიერ გადამდები დაავადებების აქამდეც ეშინოდათ, ახლა მათ ახალი საფიქრალი გაუჩნდათ. დინგეს, ჩიკუნგუნიას და დასავლეთ ნილოსის ვირუსის გარდა, კოღოებმა ზიკა ვირუსის გავრცელებაც დაიწყეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორსულ ქალბატონებს უკვე ურჩია ისეთი ქვეყნების მონახულებისგან შეეკავებინათ თავი, როგორებიც ბრაზილია, კარიბის ზღვის რეგიონი და პუერტო-რიკოა. ვირუსი ზიკა პირველად სწორედ ამ ქვეყნებში დაფიქსირდა, მაგრამ ახლა როგორც ჩანს ის მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც ვრცელდება. გაფრთხილებიდან რამდენიმე დღეში ზიკას შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და დანიაშიც აღმოაჩინეს. ამერიკაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების შემთხვევები საზღვარგარეთიდან იყო შემოტანილი. ვირუსი ზიკა ორსულებში ნაყოფის პათოლოგიას, მიკროცეფალიას იწვევს. მიკროცეფალია ჩანასახის ტვინის განვითარებას უშლის ხელს, რაც ხშირად ნაყოფის გარდაცვალებას ან არანორმალურად მცირე ზომის თავით დაბადებას იწვევს. ნებისმიერი, ვისაც ვირუსი ჯერ არ ჰქონია და რისკ ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავს, დაინფიცირების დიდი საშიშროების ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპზე ზიკა ვირუსთან საბრძოლველად არც ვაქცინა არსებობს და არც რეალური სამკურნალო პრეპარატი. ერთადერთი გზა ვირუსის თავიდან ასაცილებლად კოღოებისგან თავის დაცვაა. ზიკა ვირუსის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ქავილი, თავის ტკივილი, გამონაყარი, სახსრების ტკივილი და კონიუნქტივიტი. ვირუსი 1947 წელს უგანდაში აღმოაჩინეს, აქამდე ის მხოლოდ აფრიკაში და აზიაში გვხვდებოდა, სანამ გასული წლის მაისში სამხრეთ ამერიკაში არ გამოჩნდა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ბრაზილიაში ამ ვირუსით დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანია დაავადებული.